It looks like a tough for me, so everybody just follow me. Come to Kursi, feel so empty without me. It looks like a tough for me, so everybody just follow me. Salams gისურვებთ მეგობრებო, დღეს ჩვენ ვიწყებთ კინოცოდვის დარეაქტებას მეგობრებო. უძლიერესი ხალხი, აი არ ვიცი, კინოცოდვა იყო ერთ-ერთი ყველაზე განსხვავებული, ყველაზე უნიკალური თავისი ედიტით, განხმოვანებით თურითი, აი მომენტებით, არ ვიცი, აი ძალიან დიდ შრომას დებდა და ვფიქრობ, რომ უფრო უნდა დაფასებულიყო, იმიტომ რომ 2016 წლიდან დაიწყო, როგორც მახსოვს, მე მაშინ პატარა ვიყავი ძალიან და აქედან მოყოლებული ძალიან მიყვარს, ამიტომ ჩემს არხზე აუცილებლად უნდა იყოს კინოცოდვის რეაქტი. კომენტაროთ. ხო და დავიწყოთ მეგობრებო, დარწმუნებული ვარ თქვენც მოგენატრათ და უმეტესობა თქვენთაგანს დიდი ალბათობით არ გინახავთ. უკვე кайხანია, ამიტომ ძალიან გაგისწორდებათ, მე ესე მგონია, ამიტომ დავიწყოთ და ერთად გავიხსენოთ ის ემოციები, რასაც გვიტოვებდა ეს ხალხი და let's go რა მოკლედ რა. ვიდეოში გამოყენებული უცნაური ლექსიკა, ბავშვებით, თვითუშები რაღაცა. კარგი რა, სახელოებია ისე? მოგესალმებით. ეს არის გადაცემა კინოცოდვა. სალამს გისურვებთ. ფილმს დედპული. ეს დები ხომ არ გინახავთ? ეხლა დავფიქრდი. კოპირაიტს ხო არ ვლეწავს YouTube-ი. ფილმის ეპიზოდის გამო. მაგრამ ეთი მაგის ცლეს ხო. უეჭველი უნდა ვარიაქტო. დღეს უეჭველი უნდა ჩამოგრა. როგორ დაემთხვა? დღეს უეჭველი უნდა ჩამოგრა. ფილმის შესავალი ტიტრების დროს გვაჩვენებენ იმ ნახატს, რომელიც რამდენიმე წუთის წინ ხიდის მოაჯირზე მჯდარმა დედპულმა დახატა. თუმცა თუ თავად ხატვის პროცესს დავაკვირდებით, შევამჩნევთ, რომ ეს ორი სხვადასხვა ნახატია. ესე წარმოგიდგენთ, ესეთი შესწავლების პოვნა რა, ესეთი აი ფილმში მით უმეტეს. რა რთულია რა, რო დაფიქრდე. და მე მაგალითად აი ბავშვობიდან რო უყურებდი, ხომ ვერასდროს ვერ ამჩნევდი ხოლმე ეგეთ. ჯანდაბა. ტყუების ჩანთან დარჩა. გაუგებარია დედპული რატომ ეძებს ჩანთას კოსტუმის ჯიბეებში. ტყუებით სავსე ჩანთა საფულის ზომისაა. $27 და 50 ცენტი უნდა გადამიხადა. მუშაობის პროცესში საფულის არ ვატარებ. ჩემი კოსტუმის ხაზებს აფუჭებს. ფანქრები და საფულის ზომის რადიო კოსტუმის ხაზებს არ აფუჭებს, ესე იგი. ესტაკადიდან გადამხტარი დედპული ქირურგიული სიზუსტით აღმოჩნდება ცუდი ტიპების მანქანაში. თანაც ზუსტად ცენტრში, სადაც თავისუფალი ადგილია. ბანდიტების კეთილების ტყვის პროცესში დედპული ჯიბიდან თავის ნახატს იღებს და ბანდიტს აჩვენებს. ასეთ ექსტრემალურ სიტუაციაში ხელთათმანებით ჯიბიდან ქაღალდის სწრაფად ამოღება და გაშლა სრულიად მოუხერხებელი, ურთულესი და შეუძლებელი ამოცანაა. ძმაო, შიქომ არ გაქვს. შენიანებს რატომ ესვრი? თავის ძალისა და მოხერხების მიუხედავად დედპული ვერ შეძლებდა ფეხების ერთი დარტყმით ჯიპის კარის მოგლეჯას კაციან სავარძლიანად. ნუ შეიძლება ბიუჯეტი არ იყოთ და კარი მანქანას საღეჭი რეზინით მიაწებეს. დაკეტილ კარს შიგნიდან თუ გამოამტრევ და ცოცხალი დარჩები, შენ ყოფილხარ? კაცი, პიროვნება. მეواسება. განზი ჩართული დამჭა? ძალიან მაგარია. სტოპ კადრში პერსონაჟი როგორ ლაპარაკობს? ავტოკატასტროფის დროს ერთ-ერთი ბანდიტი დიდი სისწრაფით საგზაო მაჩვენებელს ეჯახება, თუმცა მხოლოდ 7 წუთის შემდეგ ვარდება დავლა. ამ ტიპს სისხლის მაგევრად ალბათ წებუ აქვს. კარგი, მხოლოდ 12 ტყვია მაქვს. 12 ტყვია? გილზაზე ვხედავთ, რომ დედპული 50 კალიბრიან ვაზნებს იყენებს. დეზერტ იგლის მჭიდში ასეთი სახის სულ 7 ცალი ვაზნა თავსდება. 2 პისტოლეტში კი 14 ეტევა და არა 12. აიაქსმა დედპულს ხელის რადიალურ ძვალში ესროლა. ჯანდაბა. თუმცა მიყენებული ჭრილობის მიუხედავად დედპულს პისტოლეტის სასხლეთზე თითის გამოყრა სულაც არ უძნელდება. ნაბიჭვარო. ათი? ფუშენი. სამი ორი. სულელო. სულელი კი არა, ყლე ხარ ძმაო. ტიპი დადის და ტყუიებს. მეواسება. თუმცა ფეხქვეშ მკვდარი ბანდიტების იარაღი საკმარისად ბევრი ღრია. აიღე და ისროლე რა. აპარა, სამი ბოროტ მოხმედის შემთხვევით ერთ ხაზზე დადგა, რომ დედპული ერთი ტყვით ჰედშოტში დაიხოცა. ამათ წესით ერთდროულად უნდა გაეცხათ ტვინი. ჭრილობაში ვერ მოძებნით სუბსტანციას, რომელიც რეზინის წებოსავით იწელება. რაღაც მეეჭვება დეზერტ იგლის ტყვიას მესამე კაცი ვერ მოეკლა. 5 კაციც რომ დგარიყო ერთ ხაზზე, უპრობლემოდ გააპობდა შუაზე. ლექსიშმექსი, რითმი სექსი. ბოლი ორივე პისტოლეტის ლულიდან ამოდის. არა და დედპულმა რამდენიმე წამით ადრე მხოლოდ ერთი პისტოლეტიდან ისროლა. მეგან
ორფლოსკის იცნო? პატარა მეგანს ფული არ აქვს, მაგრამ მის დასაბედნიეროდ ზოგიერთ საკითხებთან მიმართებაში გული მეწვება. მუქარა მტკივნეულია ჯერ. მაგრამ ხერხისებრი რკინის მიერ გამოწვეულ ტკივილთან შედარებით არაფერია. ასე რომ მეგანს მოშორდნენ. გესმის? დედპულს ლოგიკასთანაც პრობლემები აქვს. ტაქსისტ დაპინდერს ურჩევს, რომ სიყვარულისთვის მთელი ძალით იბრძოლოს. ამის შედეგად დედპულის დარიგებული ტაქსისტი თავის ბიძაშვილს, რომელიც ქალში ეცილებოდა, საბარგულში ტენის. როდესაც საწყალი ჯერემი სწორედ სიყვარულისთვის იბრძვის, დედპული მას კედელზე ახეთქებს და კისერში ხელს უჭერს. შენ ჩემი გმირი ხარ. შეძუკნა, შენი გმირი ის კაცია, რომელიც პიცის კურიერს დანით ემუქრება. ვანესას კისრის მარჯვენა მხარეს ვარსკვლავის ფორმის სტატუ აქვს. კადრების მონაცვლეობის დროს ეს სტატუ ხან ხრება, ხანაც ჩნდება. ჯადოსნური თვისებები აქვს ამ ქალის მარცხენა ძუძუზე გაკეთებულ ვარდის ფორმის სტატუსაც. ჰელოუინის ღამეს სტატუ მარცხენა ძუძუდან მარჯვენაზე გადადის. ეს ეგეთ შეცდომები როგორ უნდა გამოგეპაროს ამ ფოტოდან ხელაფერში. ჩამოვარდნილი აიაქსი მასხრობის ხასიათზე მოსულმა დედპულმა ისე მარტივად გაწიხლა, თითქოს კაცს კი არა, ჩუჩელას სცემდა. აი ამაზე ანათქვამი. მოგიტყნავდეთ ის დედას აკლების წიხლი. როგორც ვიცით, აიაქსი ტკივილს ვერ გწნობს. ერთხელ მე ჩემსავით პაციენტი ვიყავი. ეს მკურნალობა ყველა ადამიანზე სხვადასხვაგვარად მოქმედებს. ჩემ შემთხვევაში რეფლექსები გამძლიერდა და ნერვული დაბლოებები მომიკლა. ასე რომ ტკივილს ვეღარ გრძნობ. სიმართლე გითხრა, ვერაფერს ვეღარ გრძნობ. მოტოციკლეტიდან გადმოვარდნა მასში შეგრძნებები გააღვიძა. ცეცხლმოყიდებულ ლაბორატორიაში ხომ დედპულისგან გაცილებით ძლიერ დარტყმებს იტანდა და ბრძოლას მაინც აგრძელებდა. კატანით სქელი ბეტონის გახრეტა ძალიან მარტივია. თუ საკმარისად დიდი ძალა გაქვს. და პლუს ეს კატანა ადამანტიუმისგანაა დამზადებული. საიდან იშოვა ადამანტიუმი? ახლა რა სიტყვი? წეული ვეიდ ვილსონი. ეს დებილი ახლა მიხვდა, რომ მისი კეთილების მტკნელი შინდისფერი ნინძა ვეიდ ვილსონია. როცა ამ ნინძამ რამდენიმე წამით ადრე გარკვევით თქვა საკუთარი სახელი. ტრიბუნებზე ესე ჩვენ ჩამოვარდა მაშინ, როცა ახალბედა ვეიდ დაბლიუ ვილსონი რეჯინადან სასკაჩევანიდან დასარტყმელად მოემზადა. აი აქ კი რეჟისორმა მაგრად ჩაიჯვა. კადრების მონაცვლეობისას დედპულის ზურგზე მიმაგრებული ხმლები ხან ჩანს და ხანაც ხრება. რაღაც მაგიური ძალით დედპულის ჰილზები დანომრილია. კადრში ვხედავთ, რომ დედპული მარცხენა ხელის მტევანს ეჭრის. თუმცა ხიდიდან გადახტომისას რატომღაც მარჯვენა ხელის მტევანი აქვს მოჭრილი. ხოლო სატვირთოში ჩავარდნილს კვლავ მარცხენა ხელის მტევანი არ აქვს. ამ ფილმში ხან ტატუები დასერინობენ ძუძუებზე, ხანაც მოჭრილ ხელებს ერევათ ერთმანეთი. როგორც აღმოჩნდა, დაბმული კისრით შესაძლებელია ვინმესთვის თავის ჩარტყმა. საოცარია, როგორ ახერხებს ვეიდ ვილსონი ასანთის ღერის თითით ანთებას. ასევე ვიცით, რომ ვეიდი ამდენი ხანი ასანთის ღერს პირში მალავდა და დავიჯერო პირის ღრუში გოგირდი არ დანესტიანდა. საოცარი ფიზიკის კანონებია ამ ფილმში. პირდაპირ გამოყლევდები ისეთ ცხილით როგორ უნდა ანთებაროს. პირველი უჟანგბადო კამერაში ცეცხლი უბრალოდ არ აინთებოდა. მეორე, ჟანგბადი თურმე ფეთქდება და უნარი აქვს მთავარ გმირს ხელფეხი გაუხსნას. მეორე ხარისხოვანი გმირები კი დაბმული დატოვოს. ვეიდმა გონება მკერდში არმატურა გათხილმა დაკარგა. ხანძრის შემდეგ კი არმატურა უბრალოდ სადღაც წავიდა. რეჟისორს აშკარად დაავიწყდა მაყურებლისთვის ეჩვენებინა ვეიდ ვილსონის ცხოვრების ის ეპიზოდები, როცა ოფილმა სამხედრო რომ ჭრაკერვისა და ტანსაცმლის დიზაინის კურსები გაიარა და სუპერხარისხიანი კოსტუმის შესაკერად საჭირო ყველა მასალა მოიძია. ვეიდისა და ვანესას საერთო ფოტო სრულიად განსხვავდება იმ ფოტოსგან, რაც ფილმის დასაწყისში გადაიღეს. ერთზე ვეიდი იღიმის, მეორეზე არა. პლასტმასის ბეჭედი, რომლითაც ვეიდმა ვანესას ხელი სთხოვა, მეორე ფოტოზე ნამდვილ ბეჭდად გადაიქცა. 45 კალიბრიანი. მომწონს ვეიდ. რა 45 შვილო, ეს 25 კალიბრიანი პატარა კოლტია. ენჯელი თითქოს და ჩაჯმამდე ძლიერი მუტანტია, რომელიც კოლოსის მიყენებულ დარტყმებს მშვიდად იტანს. მაშინ რატომ გადავარდა უკან, როცა დედპულმა სახეში ჩათლახურად ჩასცხო? გენიალური სიდებილია, რა? თავში გარჭობილ დანას თუ ამოიძრობს, შესაძლოა რეგენერაციის უნარი დაზიანებული ადგილის აღდგენაში დაგეხმაროს, მაგრამ ტანსაცმლის ქსოვილის აღდგენა ეს რაღაც ნაბოზვარი ხრიკია, რა? უფს. აუ, ეს თუ მაინტერესებდა ხოლმე. დედპულის ნიღაბი კეფაზე მჭიდროდ იყო შეკერილი და უცებ ჰოპ და ფხრიწიანი შესაკრავი გაჩნდა, რომ ამ ნაშას დრამატული სახით ეს კი იყო და ეს ჰიუ ჯეკმანის სახეა, რომელიც დედპულმა იარაღების ჩანთაში ჩააგდო, არა? მოიცა, ეს ხომ ჟურნალზე ორჯერ დიდია ზომაში. ჯანდაბა, თვალებთან ამოჭრილი ნახრეტები შიგნიდან ჰორიზონტალურია, გარედან კი მრგვალი.
ნიუ-იორკში 15000 ტაქსია. დედპულის გამოძახებაზე კი ზუსტად ის ტიპი მოვიდა, ვინც დედპული ფილმის დასაწყისში ხიდებზე მიიყვანა. რატომ X ჯეტით არ გაფრინდნენ? ასე ხომ უფრო სწრაფად მივიდოდნენ დანიშნულების ადგილზე. სანამ ფილმის მთავარი გმირები ტყუიებს ემალებიან, AIX-ის სპეცრაზმი გონიერებას იჩენს და მოწინააღმდეგეს უსაფრთხო მანძილიდან ესვრის. მაგრამ როგორც კი დედპული ღია თავდასხმას იწყებს, სპეცრაზმი მომენტალურად ყლევდება და ხმლებიან მოწინააღმდეგეს ახლო მანძილზე ავტომატებით ებრძვის. ჟანგბადის კამერის შუშის გასდედპულის ნასროლმა კატანამ გახვიდა, თუმცა ეს კამერა დიდი მანძილიდან ვარდნას და რამდენიმე ტონიანი ბეტონის დაცემას უძლებს. მაგრამ მე ამ კოსტუმის შიგნითაც სხვა ადამიანი ვარ. სუპერ პენისი მაქვს. როგორ მოხდა რომ მუტაციამ ვეიდის კანი დაამახინჯა და სამაგიეროდ ყლე გუთანივით გაუზარდა? მოგეწონა ვიდეო? მაშინ დაალაიქე, გაუზიარე მეგობრებს. მაგარია. გამოიწერე არხი და დააკომენტარე. ახლა კი დაახვიეთ. მიდით. და გააზიარება და გავიწყდეთ. ეს კია ბიჭო. ძალიან მაგარია. ეს იყო ხალხო, ეხა ეპიზოდი 2-ია, პირველი არ დევს არხს, ანუ ჩათვალეთ პირველი ვიდეოა, რაც უდევს არხზე რა. ნელ-ნელა მივყვები, ყოველ დღე შემოგთავაზებთ ხოლმე ახალ ეპიზოდებს და უფრო და უფრო ძერს კდება და უფრო მაგარი ედიტით და ყველაფრით გვთავაზობს მე რა. ეხა ამახო გაასწორა ხო წარმოგიდგენიათ მე რო განვითარდა უფრო რა მაგარი ვიდეოები შექმნა. რავი, ძალიან მიყდება რომ დღესდღეობით აღარ აგძელებს ამ ყველაფერს. რავი, მე ვფიქრობ რომ ერთ-ერთი ყველაზე მაგარი არხი იყო თავის დროსაც და ეხლაც რომ მოღვაწეობდეს ერთ-ერთი საუკეთესო იქნებოდა რა. იმედია გაგისწორდა, თუ გაგისწორდათ აუცილებლად კომენტარებში დაწერეთ და ლაიქსაც გლიჯეთ რომ მივხვდე რომ მოგეწონათ რა. არხის გამოწირათ არ დაგავიწყდეთ რა. ავიდეთ 4000-ზე და 500-ს მიუბრახუნოთ ზევიდან და ნელ-ნელა გავიწიოთ და გავიწიოთ მაღალი subscriber-ებისკენ მეგობრებო რა. მადლობა ყველას ყურებისთვის, ბოლომდე დარჩენისთვის. იმედია რომ მოგეწონათ და თუ მოგეწონათ უეჭველი კომენტარებში ლეწეთ რა. მაინტერესებს ძალიან თუ გაგისწორდებათ შემდეგი ვიდეოები. აბა დაგემშვიდობებით ეხა და გაკოცეთ ყველას რა. კერგეთ ბეჭუებო.